ნოდარბეგიაშვილი უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვას მეოთხე თვეა ელოდება. სასამართლოში დავა მან მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საგადასახადო სამსახურმა მისი საწარმო ფარმაკონი 342,000 ლარი დააჯარიმა. პროფესიით ფარმაცევტი 1996 წელს, მაშინ როდესაც აფთიაქების პრივატიზაციის პროცესი დაიწყო, ნომერ მე-11 აფთიაქის გამგედ მუშაობდა. ქონების მართვის სამინისტროდან მივიღეთ შეტყობინება, რომ მონაწილეობას ღებულობდა პრივატიზაციაში და პირდაპირ მიყრის წესით თანამშრომლებს უფლება მოგვცეს შეგვეძინა აღნიშნული ქონება ფართი აფთიაქის შენობა. აფთიაქის 18-მა თანამშრომელმა პრივატიზაციაში მონაწილეობის მიზნით დროებითი ამხანაგობა შექმნა. სახელმწიფომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობა $19,660 შეაფასა. ამხანაგობის წევრებმა უძრავი ქონების შეძენა საკუთარი სახსრებით შეძლეს. საპრივატიზაციო თანხას 3 წლის განმავლობაში იხდიდნენ. ამხანაგობის ერთ-ერთი წევრი გალაქტიონ ლაგვილავა იხსენებს, რომ ფულადი სახსრების მოძიება იმ პერიოდში ყველას გაუჭირდა. ჩვენ შემდეგ დამატებით თანხები იქნა მოზიდული ჩვენს მიერ, ზოგი სესხებით, ზოგი რაღაც ტყვალებით, გაყიდვის რაღაც კოდებით, რომ ეს ვალი დაგვეფარა. ეს არ იყო ჩვენთვის იოლი პროცესი, ეს იყო აბსოლუტურად ძნელი პროცესი იმ პერიოდისათვის, რამე თუ ჩვენ დიდი შემოსავლები არ გაგვაჩნდა. აფთიაქის საპრივატიზაციო პირობაში 10 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება ჩაიდო. იმისთვის, რომ მუშაობა გაეგრძელებინათ, ამხანაგობის წევრებმა შეპესე ფარმაკონი 11 შექმნეს და მათ მიერ შეძენილი უძრავი ქონება საწესდებო კაპიტალში ჩადეს. აღნიშნულ შეპესეში ამხანაგობის 18-ვე წევრს საკუთარი წილი ჰქონდა. განსაზღვრული პერიოდის შემდეგ, როცა მოიწურა 100 წლიანი პერიოდი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მის გამო რომ აქ ისეთი სამეწარმეო საქმიანობის გაკეთება არ შეიძლებოდა, რომ 18 წევრივე დაკმაყოფილებულიყავით ან შემოსავალით ან ხელფასით, გადავწყვიტეთ ჩვენი წილობრივი, რაც გვეკუთვნოდა ქონების გაყიდვა, გასხვისება, ეგრეთ წოდებული. 2006 წლის დეკემბერში ფარმაკონის პარტნიორთა კრებაზე პარტნიორთა საზოგადოებიდან გასვლა და მათთვის არაფულადი შენატანის წილობრივად უკან დაბრუნება გადაწყდა. შესაბამისად საწესდებო კაპიტალის შემცირება მოხდა, რაც სამეწარმეო რეესტრში 2007 წლის დასაწყისში დარეგისტრირდა. აღმაშენებლის ნომერ 157-ში მდებარე უძრავი ქონების მფლობელი შეპესე ფარმაკონი 11-ის ნაცვლად 3 სუბიექტი გახდა. საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით მოხდა გაყოფა და გავიდნენ ეს 17 კაცი გავიდა ცალკე და დარჩა შეპესეში, მე დავჭი შეპესეში მარტო ერთი პიროვნება. ნოდარბეგიაშვილის მოთხოვნის საფუძველზე თბილისის საგადასახადო ინსპექციის რეგიონულმა სამსახურმა შეპესე ფარმაკონი 11-ის შემოწმება დაიწყო. შემოწმება შემოვიდა ქალაქის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლები მამუკა ჯიბუტი და ნესტან ნონიაშვილი. მოიტანეს ბრძანება გამართნეს და ასე რომ ვთქვათ დაიწყეს შემოწმება. 4 თვიანი შემოწმების შემდეგ საგადასახადო სამსახურმა შეპესე ფარმაკონი 11 $342,000 ლარით დააჯარიმა. სადაო საკითხი იყო შემდეგი: პარტნიორების მიერ წილის გატანა ფინანსური ოპერაცია იყო თუ საქონლის მიწოდება. საგადასახადო სამსახურმა პარტნიორების მიერ კუთვნილი წილის გატანა შეაფასა როგორც საქონლის მიწოდება და დაბეგვრად შესაბამისად განახორციელა. თუმცა საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლი ნათლად მიუთითებს, რომ კაპიტალში წილის, აქციის, ობლიგაციის, სერტიფიკატების, თამასუქებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან, შეძენასთან, მიმოქცევასთან და მიწოდებასთან, მათ შორის მომავალში დაკავშირებული ოპერაციები, მათ შორის მათი მიმოქცევის უზრუნველყოფა ფინანსური ოპერაციაა და 230 მუხლის თანახმად ფინანსური ოპერაცია თავისუფლდება დაბეგვრისგან. პროფესორი როინ მიგრიაული, რომელიც დღეს ნოდარბეგიაშვილის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ პარტნიორების მიერ საწარმოდან წილის გატანა არის ფინანსური ოპერაცია. აი ესეთი გადაცემა უძრავი ქონებისა, თუ კი იგი განხორციელდებოდა შეპესედან გასვლით, შეპესეს საწესდებო კაპიტალის ასე ვთქვათ, შემცირებით და მისი წილის გაუქმებით, მაშინ ასეთი მიწოდება არ უნდა ჩათვლილიყო, ისეთ მიწოდებად, რომელიც უნდა დაბეგრილიყო. კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სამართლის დოქტორი ზვია დროგავა წლების განმავლობაში საგადასახადო სამსახურის მაღალჩინოსანი იყო. ზვია დროგავა ასევე აცხადებს, რომ საწარმოდან პარტნიორების მიერ წილის გატანა ფინანსური ოპერაციაა. საერთოდ ზოგადად საწარმოს კაპიტალის შემცირების გზით პარტნიორ ფიზიკურ პირებზე წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემა წარმოადგენს ფინანსურ ოპერაციას. ფინანსური ოპერაცია მომსახურების სფეროა, მომსახურების გაწევას გულისხმობს, თუმცა საგადასახადო კოდექსის 230 მუხლის თანახმად
თავისუფლება დაბეგრისაგან. ანუ ფინანსური ოპერაციები დამატებული ღირებულების გასახადით არ იბეგრება. საგადასახადო სამსახურმა კი ჩათვალა, რომ პარტნიორების გასვლით და საწესდებო კაპიტალის შემცირებით საქონლის მიწოდება განხორციელდა. საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად კი საქონლის მიწოდება ასე განისაზღვრება. საქონლის მიწოდება დითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემას სასყიდლით. მათ შორის საქონლის რეალიზაცია, გაცვლა ხელფასის ნატურალური ფორმით ანაზღაურება, ან უსასყიდლოდ, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში არავითარი საქონლის მიწოდება არ მომხდარა. პარტნიორმა გაიტანა მისი წილი. მისი წილი გაიტანა უძრავი ქონების სახით. ამიტომ ეს ოპერაცია არ განეკუთვნება, ეს განეკუთვნება მომსახურების ოპერაციას და არა საქონლის მიწოდების ოპერაციას. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ფინანსური მომსახურება, რაც თავისუფლება დამატებული ღირებულების გასახადისგან. 342,000 ლარის ჯარიმა დაეფუძნა აფთიაქის კუთვნილი შენობის ექსპერტიზის დასკვნას. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა გიორგი კუჭუხიძემ 1948 წელს აშენებული გასარემონტებელი ფართის 1 კვადრატული მეტრი $2,000-2500 შეაფასა. ექსპერტი ირაკლი შავიშვილი აცხადებს, რომ დასკვნა შეუსაბამოა რეალურ ფასთან. არ აღწერა როგორია მისი კაპიტალურობა, არ აღწერა როგორია მისი გეგმარება. ადგილმდებარეობა ვთქვათ მისამართი არის, ხო? პრესტიჟულობა როგორ გაითვალისწინა, არ ვიცი და კეთილმოწყობაზე წერია, რომ მხედველობაში არ არის ჩატარებული სარემონტო სამუშაოები მიღებული. არ წერია ეს არის. და საიდან გამოვიდა, ვთქვათ, რატომ 2000-დან 2005-მდე და არა, ვთქვათ, 100-დან 150-მდე, საიდან დაადგინა. ვიღაცა ახალმოსული დაიჭირეს და აწერინეს, რომელიც აზზე არ არის არაფრის, იმანაც აიღო და ხელი მოაწერა და არ იცის რაზე მოაწერა ხელი. წარმოდგენა არა აქვს. აქედან რა შედეგები შეიძლება დადგეს, წარმოდგენა არა აქვს. როგორც სალიკვიდაციო აქტიდან ირკვევა, საგადასახადო სამსახურმა საწარმო მოგების, დამატებითი ღირებულების და დივიდენდის გადასახადებით დაბეგრა და ჯარიმა საურავების ჩათვლით საბოლოოდ 342,000 ლარი გამოიყვანა. როგორც ექსპერტი ზვიად როგავათulis სალიკვიდაციო აქტი დაუსაბუთებელი და ბუნდოვანია. თვითონ შემოწმების აქტით აბსოლუტურად არც ერთი გადასახადის დარიცხვა არ საბუთდება. იმიტომ რომ არ არის მითითებული კანონის ნორმა, რომლის საფუძველზეც იქნა ეს გადასახადები დარიცხული. დივიდენდების დარიცხვა საერთოდ საიდან გამომდინარეობს აქში აბსოლუტურად არ ჩანს. რაც შეეხება DRG-ში შეიძლება ვივარაუდოთ ის გარემოება, რომ სწორედ ჩათვლილია აი ეს ოპერაცია, ჩათვლილია როგორც საქონლის მიწოდება და აი აქედან გამომდინარე არის ეს დაბეგრული, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენს ფინანსურ ოპერაციას, ვინაიდან წილების მიმოქცევასთან დაკავშირებული ოპერაციები განეკუთვნება ფინანსურ მომსახურებას და ეს ოპერაციები თავისუფლება DRG-საგან. ხოლო მოგების გადასახადში დარიცხვა ასევე ბუნდოვანია, რამ გამოიწვია მოგების გადასახადში თანხის დარიცხვა. რევიზიის ჩატარების პერიოდში, როგორც ნოდარ ბეგიაშვილი აცხადებს, საგადასახადო სამსახურში აუდიტის სამმართველოს უფროსთან, ზვიად მერაბიშვილთან დაიბარეს. პირდაპირ მეუბნეოდა რა, რომ ეს მაშინ გაჩუქეს, ეხლა ამ ხელა ქონება მიგაგვდა არაფრის გადახდა არ გინდათ ბიუჯეტისთვის. საწარმოს დაბეგრვა სადაო საკითხი რომ იყო, ამას საგადასახადოს ინსპექტორი მამუკა ჯიბუტიც ადასტურებს. ნოდარ ბეგიაშვილი მას დაუკავშირდა და იმ ამბების გახსენებას თხოვა. მამუკა ჯიბუტი როგორც ჩანაწერიდან ჩანს, აღიარებს, რომ საწარმოსადმი დაკისრებულ ჯარიმას არ ეთანხმებოდა და იგი სამსახურის ხელმძღვანელმა ზვიად მერაბიშვილმა აიძულა. რევიზორს, რომელიც დღეს გათავისუფლებულია სამსახურიდან, ნოდარ ბეგიაშვილი შეხვდა და მისი საუბარი ჩაიწერა კიდეც. იმიტომ რომ ამაზე მე ვეუნებოდი რომ ეს წავაგებს ამაზე რა, არ გვინდა მეთქი და კავშირი შენ დაწერე და მე იქ წავამოდი. ლოლაძე მატრიბო ლოლაძე ხო დაიჭირეს მე. ლოლაძე მერაბიშვილი იგი ხო რა რო ვატებოდა რა ზუსტად დაიჭირეს. შენ რასეულდა ვიცი? ახსოვს გამახსენდა. გაჩუქეს ხონება გაჩუქეს მაშინ. მაგამ შეცვალა ყველაფერი, თორე სუსხანა ნეტანი სუსხანაირად ქონდა ჩვენ აკონდრე და დედან მამერაბიშვილი. მე ვეუბნეოდიო რომ ეს არასწორად ვიქცევით, მაშინ მე მეუბნეოდა მამუკა ჯიბუტი. მეუბნეოდა რომ ჩვენ არასწორად ვიქცევით, იმიტომ რომ სხვაზე არავის არ დაუწერიათ. ასეთი პრობლემა არავისთან არ ქონიათ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ობიექტი შეამოწმეს და არსად არ დაწერილა ესე და ჩათვლილ მე-20 მუხლის მიხედვით მიწოდებათ არ ჩაუთვლიათ, მაინც და მაინც ჩემ ობიექტზე მოუნდათ ასეთი ის რა ვიცი გამოჩენა, თავის გამოჩენა თუ რა იყო. ექსპერტთა თქმით, დაწერე და მერეიდაუნ პრინციპს საგადასახადო სამსახური პრაქტიკაში ხშირად იყენებს.
ამის საშუალება საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კერძოდ კი კანონის ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალება იძლევა. უამრავი მუხლია, რომლის ინტერპრეტაციაც შეიძლება სხვადასხვაგვარად, არაერთაზროვნად. ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ კოდექსში ჩადებდა დებულებას იმის შესახებ, რომ ნებისმიერი ორაზროვანი დებულება განიმარტებოდა გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ. და ეს არ არის ჰაერიდან მოწყვეტილი ნორმა, ეს არის პრაქტიკულად ყველა ნორმალური ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობაში. ახალი საგადასახადო კოდექსით მეწარმეთა უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდა. მით უმეტეს, რომ ხელისუფლების დაპირებული მუხლი, რომ ნებისმიერი ორაზროვანი დებულება მეწარმის სასარგებლოდ გადაწყდებოდა, ახალ კოდექსში არ მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გადასახადების რაოდენობა შემცირდა, თუმცა არც იმდენად, რამდენადაც გვეუბნებიან. მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა შემცირდა, სამაგიეროდ მოხდა დისპროპორციის ზრდა ხელისუფლების უფლებებში და გადამხდელის უფლებებში შორის. გადამხდელს პრაქტიკულად არ დარჩა არანაირი ესეთი ქმედითი უფლებები. სამაგიეროდ ხელისუფლებამ მოიპოვა ყველანაირი უფლება. თუმცა ექსპერტთა აზრს არ ეთანხმება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი. მისი თქმით, მეწარმეთა უფლებები ქვეყანაში დაცულია. რა თქმა უნდა, ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობაში ეს დავები უნდა გადაწყვეტს გადამხდელის სასარგებლოდ და გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ და ესეც ხდება. სწორედ ამიტომ გეუბნებით, იქნებ ნახოთ, თუ ძალიან არ შეწუხდეთ, მე მესმის, რომ თქვენი გადაცემა ძალიან დატვირთული არის ზოგადად. თუ ძალიან არ შეწუხდეთ, იქნებ ნახოთ დავების განხილვა კომისიაში, როგორია სტატისტიკა, ვის სასარგებლოდ ხდება დავები, როგორ არის, რამდენი და ამის შემდეგ გააკეთოთ. ჩვენ მართლაც მოვიძიეთ დავების განხილვის საბჭოში განხილულ საჩივართა სტატისტიკა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დავების განხილვის საბჭო 2005 წელს შეიქმნა. თუმცა 2005-7 წლებში განხილული დავების სტატისტიკა დაცული არ არის. 2008 წელს საბჭომ 498 საჩივარი განიხილა. აქედან 50.8% შემთხვევაში დავა სრულიად ან ნაწილობრივ მომჩივანის სასარგებლოდ გადაწყდა. 2009 წელს საბჭოში 910 საჩივარი შევიდა. აქედან სრულიად ან ნაწილობრივ მხოლოდ მომჩივანთა 53% დაკმაყოფილდა. თუმცა როგორც ჩანს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილს მცდარი სტატისტიკური მონაცემები აქვს. აბსოლუტური უმრავლესობა 60%-მდე დავების ხდება სწორედ უწყების შიგნით და თავდება სწორედ უწყების შიგნით, ამიტომ ეხლა საუბარი იმაზე, რომ არ არსებობს გასაჩივრების პროცედურა, უბრალოდ არის манипулირება. ჟპს ფარმაკონი 11-ის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია სულ 4 საშუალო ზომის საქაღალდია. შემოწმება კი 4 თვეს გაგრძელდა და ის 2008 წლის იანვარში დამთავრდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად საგადასახადო სამსახურმა კანონი დაარღვია. კოდექსით დადგენილია შემოწმების ვადები, შემოწმება გრძელდება 1 თვის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში ეს შემოწმება შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 2 თვით. და განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს შემოწმება შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 2 თვით, ანუ მაქსიმუმი არის 5 თვე. ოღონდ 5 თვე შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე გვაქვს შესამოწმებელ სუბიექტთან, რომლის ბრუნვაც ბოლო 3 წლის განმავლობაში 1 წელიწადს მაინც იყო 20 მილიონ ლარზე მეტი. ანუ მსხვილ სუბიექტზეა ლაპარაკი. სხვა შემთხვევაში 3 თვეზე მეტი შემოწმება არ შეიძლება გაგრძელდეს. სალიკვიდაციო აქტის თარიღი ოფიციალურად 2007 წლის 16 დეკემბერია. თუმცა როგორც ნოდარ ბეგიაშვილი აცხადებს, საგადასახადომ აქტის შედგენის თარიღი გააყალბა და ის რეალურად მას 2008 წლის 8 იანვარს ჩაბარდა. გაყალბების ფაქტი იმითაც დასტურდება, რომ 16 დეკემბრის დასკვნაში შესულია სალაროს ფისკალური დოკუმენტი, რომელიც საწარმოს დირექტორმა რევიზორებს 27 დეკემბერს წარუდგინა. 8 იანვარს გამაცნეს ამათ. მივედი, არ ვეთანხმებოდი, რა თქმა უნდა, მოვაწერე ხელი მე აქტს არ ვეთანხმები და თარიღის დავაფიქსირე. და მე ხო წევოდი, რომ იქნება 16 დეკემბრის თარიღით დამესვა ხელმოწერა. მე დამფიქსირებინა, იმიტომ რომ დაისჯებიან ჩვენი თანამშრომლები, თალკე მართლა დამნაშავესავით თალკეს კამდე დასვეს ეს ორივეი და აი ეს ჩვენი თანამშრომლებიო დაისჯებიან, იმიტომ რომ დაირღვა აქტის დაწერის ვადები და შენ თუ ახლა ახალ თარიღს დააფიქსირებ ხელმოწერასთან ერთად, ესენი დაისჯებიან. მე ვუთხარი მაგას ვთქვი, მე ვჭით ამ ხელა ქონებას მართვე და ამ ხელა თანხას მაწერი გადასახდიდა და ჩემ დასჯათან შედარებით მაგათი დაჯა რა მოსტანია მე საყურდოს მიიღები მეც რას უზავთ მე. საგადასახადოში გარიგება ვერ შედგა. ნოდარ ბეგიაშვილმა აქტს ხელი მოაწერა და თარიღიც 2008 წლის 8 იანვარი დაფიქსირდა. ცოტა ხანში მან საგადასახადოს თხოვნით მიმართა და მისი საწარმოს სალიკვიდაციო აქტი არქივიდან ხელახლა ამოიღო.
როგორც ნოდარ ბეგიაშვილი აცხადებს, საგადასახადო სამსახურში მისი ხელმოწერილი აქტი შეცვალეს და ახალ აქტს არც ბეგიაშვილის ხელმოწერა აქვს და შესაბამისად არც თარიღი. ბეგიაშვილის ხელმოწერის ნაცვლად მისი თქმით მათ თავად დაუწერიათ, რომ საწარმოს ხელმძღვანელი აქტს არ ეთანხმება. თუ გადასახადის გადამხდელი თავის ვალდებულებას არ ასრულებს, თქვენი ცით რომ მთელი რიგი ღონისძიებებია აღწერილი როგორ ხდება მისთვის თქვა საურავის დაკისრებიდან ქონების რეალიზაციის ჩათვლით და სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობის დაკისრების ჩათვლით და ასე შემდეგ, ხო? ამისგან განსხვავებით საგადასახადო ორგანოებს და სახელმწიფოს არანაირი პასუხისგებლობა არ აქვს. დაკისრებული ჯარიმა 342.000 ლარი შეპესე ფარმაკონმა ჯერ შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა. შემდეგ ფინანსთა და სამინისტროს დავების საბჭომ მხოლოდ 41.000 ლარი ჩამოაწერა. რის შემდეგაც ნოდარ ბეგიაშვილმა უკვე საქალაქო სასამართლოს მიმართა და დაკისრებული გადასახადის უკანონო ცნობა მოითხოვა. 2008 წლის 23 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მირანდა ერემაძემ ბათილ-ლაცნო შეპესე ფარმაკონზე დაკისრებული საგადასახადო მოთხოვნა და სასამართლო ბაჟი 5.000 ლარი ფინანსთა და სამინისტროს დააკისრა. სადაო საკითხი სასამართლომ ასე გადაწყვიტა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ფინანსური მომსახურება გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადით დაბეგვრისგან, საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორების მიერ შენატანების უკან დაბრუნების შემთხვევაში საქონლის მიწოდება არ წარმოადგენს დასაბეგრ ოპერაციას და არ უნდა დაიბეგროს დამატებითი ღირებულების გადასახადით. სასამართლო პრაქტიკა შეიქმნა ამასთან დაკავშირებით. სასამართლომ თავისი სიტყვა თქვა, რომ ასეთი ოპერაცია არ უნდა ჩაითვალოს დასაბეგრ ოპერაციად. ზუსტად საუბარია მე-19, 230 და 176 მუხლებზე. ანალოგიურად სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ასეთი ეს დავა საკასაციო ინსტანციამდე მივიდა და საკასაციო ინსტანციამ საბოლოოდ ვერდიქტი დაუსვა და ითქვა, რომ ისევ როგორც აპელაციაში, ანუ ყველა პირველი ინსტანცია, მეორე ინსტანცია, მესამე ინსტანციით, ყველა სასამართლომ თქვა, რომ ეს არ ითვლება დასაბეგრ ოპერაციად. სასამართლო დავა ფინანსთა და სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოში განაგრძო. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და შეპესე ფარმაკონს 310.000 ლარის გადახდა კვლავ დააკისრა. რის შემდეგაც ნოდარ ბეგიაშვილმა უკვე უზენაეს სასამართლოს მიმართა. ჩვენ დაუდეთ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული არგუმენტაცია, რომ აი სასამართლო პრაქტიკაც ასე მიდის. სამწუხაროდ სააპელაციო სასამართლომ აი ნახევარგვერდიან мотиваციაში უარი თქვა ჩვენი სარჩელის დაკმაყოფილებაზე და აკმაყოფილა საგადასახადო ინსპექციების ორგანოების აპელაციები. სალიკვიდაციო აქტის შედგენის შემდეგ საგადასახადო სამსახურმა ფარმაკონით 11-ის ქონება და ანგარიში დააყადაღა. შეპესეს ანგარიშს ეგრეთ წოდებული ინკასო დაადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისათვის მის ანგარიშზე არსებული თანხა დაახლოებით 44.000 ლარი ავტომატურად სახელმწიფოს საკუთრება გახდა. ასევე სახელმწიფო ხაზინაში ირიცხება ინკასოს დადების შემდეგ ფარმაკონის ანგარიშში ჩარიცხული ნებისმიერი თანხაც. მე ახლა ვიცნობ გერმანულ სამართალს გარკვეულწილად შეხება მქონია და წარმოუდგენელია, რომ გერმანულ სამართალში ასეთი ნორმა იდოს. წარმოუდგენელია ის კი არა ინკასოს დადებაც სხვის ანგარიშებზე სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ეს არის წმინდა ანტიკონსტიტუციური ქმედება, იმიტომ რომ წესით კონსტიტუციის 21 მუხლის თანახმად ნებისმიერი ქონება უნდა წაიღო მხოლოდ სასამართლოს შეიძლება ჩამოართოს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. რა ხდება ინკასოს შემთხვევაში? ინკასოთი პირდაპირ საინკასო დავალების მეშვეობით საგადასახადო ინსპექციას მიუხედავთ იმისა, გაქვს თუ არა აღიარებული და ამ შემთხვევაში როცა აღიარებულიც კი არა გაქვს, პირდაპირ გაჭრის შენს კუთვნილ ფულადს ახსრებს, შენს კუთვნილ საკუთრებას. ეს არის აი ანტიკონსტიტუციურობის, რა ვიცი, ზეიმი. გადასახადის აკრების იძულებით ღონისძიებას ინკასოს გამოყენებას, მაშინ როდესაც დაკისრებული ვალი გასაჩივრებულია, ზვიად როგავად დაუშვებლად მიიჩნევს. საინკასო დავალება თვითონ წარმოადგენს გადასახადის აკრების იძულებით ღონისძიებას. რა თქმა უნდა, იძულებითი ღონისძიებები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შემთხვევაში. თუ პირი ასაჩივრებს დარიცხვას და თუ გასაჩივრება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, როგორც ადმინისტრაციული წესით, ასევე სასამართლო წესით, ესე იგი ასეთ შემთხვევაში ეს არ განიხილება როგორც დარიცხული გადასახადის აღიარება და იძულებითი ღონისძიებების გამოყენება დაუშვებელია. იმის გამო რომ ჩემს ანგარიშზე რიცხული თანხა ინკასოებით წაიღო საგადასახადო ინსპექციამ და ყადაღა ქონდა დადებული, მე არავითარი სახსები აღარ გამაჩნია, რომ გადავიხე 800 ლარია გადასახდელი უზენაეს სასამართლოში ბაჟი. წარმოებაში რომ მიიღონ ჩემი საქმე. არ ვიცი, აი ახლა ამ ეტაპზე ჯერჯერობით მოთხოვეთ ან გადავადება და ან შემცირება თანხის უზენაეს სასამართლოს.
თხოვნის მიუხედავად უზენაესმა სასამართლომ ბაჟის გადახდა არ გადაავადა. ინკასოებია დადებული იმაზე, რა ქვია, ბანკის ანგარიშებზე. ქონება დაყადაღებულია. სხვა შემოსავალი არ გააჩნია. ანუ საიდან გადაიხადოს ბაჟი გეკითხებით ჩემმა კლიენტმა. თუმცა სასამართლო დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან ნოდარ ბეგიაშვილზე ზეწოლა არ შემცირებულა. საგადასახადო სამსახურთან დავის საკითხი უკვე მისი კუთვნილი ფართის გაქირავება გახდა. 2007 წლის იანვარში ერთი წლით ადრე სანამ შეპესეს შემოწმება და მისი დაჯარიმება მოხდებოდა, შეპესე ფარმაკონმა კუთვნილი ფართი 5 წლიანი ხელშეკრულებით კორ სტანდარტ ბანკს მიაქირავა. ჩემი აფთიაქი იყო ძალიან სარემონტო, ასე ვთქვათ, უკვე მოძველებული ყველაფერი და შევხვდით პირობებზე 5 წლიანი იჯარით, გაუფრთხილდა 5 წლიანი იჯარა ხელშეკრულებით. გაარემონტეთ, რომელიც დაახლოებით თუ არ ვცდები, ამათ დაუჯათ $150,000 ამ შენობის გარემონტება. მას შემდეგ რაც მუქარის შემცველი ზარები, რომ დააჯარიმებდნენ, გახშირდა, ნოდარ ბეგიაშვილმა საგადასახადო სამსახურის თანამშრომელს დავით ყაჭიაშვილს ოფისში მიაკითხა და საქმეში გარკვევას სცადა. თან თავისი საუბარი ჩაიწერა. დავით ყაჭიაშვილი დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში არწმუნებდა ნოდარ ბეგიაშვილს, რომ დაყადაღებამდე მას ფართის გაქირავების უფლება არ ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ იჯარის გადასახადი მისი ანგარიშიდან არა ფარმაკონს, არამედ სახელმწიფო ხაზინას მიაქვს. Ani gagzelebis ubleba ბათილია ყველა და შენ როგორც იურისტი გეუბნება რომ ეგ წინა ანუ ადაღალი დადებამდე იმაზე არ შეიძლება ეგ არის ესეთი რაღაცა მაშინ ადამი დადების შემდეგ როგორც ირკვევა საგადასახადო კოდექსში ორაზროვან ჩანაწერს ინსპექტორი ბეგიაშვილის წინააღმდეგ იყენებს. ადამის დადების შემდეგ ადამიანის დადების შემთხვევაში გადასახადი გადავხდეს, ანუ მე თუ ყადაღა დავადე იმ შემთხვევაში ყადაღა დავადე. იმ შემთხვევაში ყადაღა დავადე შემთხვევა, თუ არ დავადე, ხო არაფერია, რომ იმ შემთხვევაში ყადაღა დავადე, არა, გამხდის გადასახადი ანუ შენ იმ შემთხვევაში ყადაღა დავადე შენ არ აქვს იჯარის გადაცემის უფლება. შენ იჯარა ეხლა რა ხდება დავაყადაგებ იმის იჯარის გადაცემის უფლება არ აქვს. უფრო მეტიც დავით ყაჭიაშვილმა საკითხის გადაწყვეტის ეფექტურ გზას მიაგნო. ნოდარ ბეგიაშვილს შესთავაზა, რომ 3,000 ლარი დააჯარიმებდა და შემდეგ დავის პროცესში გაირკვეოდა, რამდენად კანონიერად დაჯარიმდა იგი. ეხლა მაშინ დავწერე ჯარიმა. აუდიტორია გაასაჩინე ჯარიმა. უბრალოდ ამ ჯარიმაზე ოქროს გახილვა იქნება. მე რა ჯარიმას დავწერე, გახილვა იქნება 100 თუ მე შემოსავლების გაასაჩინე. ნებისმიერ ნახოთ რა პასუხი გამოვა. დავით ყაჭიაშვილმა საწარმოს დირექტორს უფროსთან, ზურაბ გოგლიაშვილთან შეხვედრად შესთავაზა. საგადასახადო სამსახურის იძულებითი ამოღების დეპარტამენტის უფროსის კაბინეტში გასაუბრება მძიმე გამოდგა. ახლა რა ვიცი რა ხდება ზურაბ, რა თქმა დათოდება, ჯანმრთელობა და რა იქნება დამატებამი. მე დავდარებ ლავის სიტუაცია, რა გინდა. აბა შეიძლება გავესწრებო. ანუ ესეთი რაღაცა დაყადაღებული იყო იჯარა და შედიოდა ხახა დაყადაღებული ანგარიში ბანკური ცხადა ფუტატები. ხოდა ეხლა რომ გამოიყვანოთ თუნდაც გინდა თუ არა დაუწერე ჯარიმა რომ განკარგავში ჩვენებაში დაიში. ვიგეუბნება. ურა იჯარა ქონდა დადებული სანამ არ დავასამოდებით მანამდე. სანამ შეიძლება საფუძველი რა ვიცი. მაშინ მოხდა სოციალურად რა. იგერ ყურადღება კიდე დაგაჯარიმდა. ამდენია დაგაწყდა, მე დაგაჯარიმდა. ამდენია. არა, მე რაღაც საფუძველი ხონა მქონდეს ხელშეკრულების შეწყვეტის. საფუძველი არის ის, რომ არის ყადაღა დადებული ქონება.
საერთოდ ეგ თვითონ ყადაღაში წერია რომ არა არ გავლულია მაგრამ აქ იქ არის მანამდე მე არ გავკვიტა და თქვენ გავკვიტეთ საგადასახადო სამსახურს რომ ფარმაკონი 11-ის 3000 ლარი დაჯარიმების კანონიერი საფუძველი არ ქონდა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ამ კერძო საუბრების იქით საქმე არ წასულა. ნოდარ ბეგიაშვილს ოფიციალურად არანაირი შეტყობინება არ მიუღია და იგი დღემდე არ დაუჯარიმებიათ. საგადასახადო ინსპექტორი მე არ ვიცი, მე მგონი ის თავისუფლებამოსილებას აჭარბებს, როდესაც დაჟინებით სთხოვს ჩემს მარწმუნებელს, რომ შეუწყვიტე იჯარის ხელშეკრულება ბანკს. და თუ არ შეუწყვიტაო, თან ემუქრება, რომ რაღაცა თანხი დაგაჯარიმებ. ატყუებდა რა თავისუფლობაში, აი ბავშვური იმით მეუბნებოდა რა, ესე იგი არ გამოვაჩინო ძველი ხელშეკრულება, ვითომი არ ქონდა გაქირეებული და ეხლა ვაპირებ ამ ყადაღა დადებულ ქონებას გაქირეებას და მომცემდნენ დებართვას. ეს აბსურდია, ეგენი არავით არ უფლებას მე არ მომცემდნენ. პირიქით, მაგათ უნდათ ხელშეკრულება შეუწყვიტო და სუფთა შენობა დარჩეთ, მერე ან იყიდონ, ან რა ვიცი, ან გაყიდონ. ჩვენ ფინანსთა სამინისტროს ამ თემასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხისგაცემა რამოდენიმეჯერ ვთხოვეთ, მაგრამ უშედეგოდ. იმ მიზეზით, რომ საქმე უზენაეს სასამართლოშია, ფინანსთა სამინისტრომ ჩვენ არც ერთ კითხვას არ უპასუხა. ცვლილება კანონში, რომელიც საგადასახადო სამსახურს სასამართლო დავის დასრულებამდე დაყადაღებული ქონების გაყიდვის უფლებას აძლევს, საქართველოს პარლამენტმა 2009 წლის 17 ივლისს ერთხმად მიიღო. თუმცა კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, არ არის ახსნილი თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილების შეტანა. ხელისუფლებამ მოიპოვა უფლება, რომ თავის საკუთრებაში მიაქციოს ის ქონება, გადამხდელის გადაღადებული ქონება, რომელიც არ გაიყიდა აუქციონს. ეს დებულება პირდაპირ წინააღმდეგობაშია თვითონ საგადასახადო კოდექსის ნორმებთან და თვითონ გადასახადის განმარტებასთან. იგივე საგადასახადო კოდექსი ამბობს, რომ გადასახადი არის ფულადი გადასახადი და ის არ უშვებს რაიმე გამონაკლისა. იგი ამბობს, რომ გადასახადი უნდა გადახდილ იქნეს ფულით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც მე მოგახსენეთ, ხდება, რომ გადასახადის გადახდა პრაქტიკულად ხდება არა ფულით, არამედ ქონებით. ანუ კოდექსის ორი მუხლი ერთმანეთთან პირდაპირ წინააღმდეგობაში. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი საკანონმდებლო ცვლილებას ასე ხსნის. რა აუცილებლობით იყო გამოწვეული ასეთი საკანონმდებლო ცვლილება? მე ვფიქრობ, რომ საგადასახადო დავებთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო დაწესებულება იყოს დროული და ადეკვატური. შესაბამისად, მისი აღსრულებაც მოხდეს დროულად, იმისათვის, რომ საგადასახადო შემოსავალებთან დაკავშირებით არ შეიქმნას პრობლემა. 17 ივლისის საკანონმდებლო ცვლილება ანტიკონსტიტუციურად ჩათვალა და საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა არასამთავრობო ორგანიზაციამ კონსტიტუციის 52 მუხლი. უკვე დავას ფაქტიურად აზრი ეკარგება და სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, რაც კონსტიტუციის 52 მუხლით არის დადგენილი, ხდება ფორმალური. რაც წარმოუდგენელია და საკონსტიტუციო სასამართლო არაერთხელ აღნიშნავს თავის გადაწყვეტილებებში, რომ 52 მუხლი ანუ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ეს ფორმალური უფლება არ არის და ეს ძირითადი ადამიანის უფლება და უნდა შესაბამისი პროცედურები მოსდევდეს. ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს საკანონმდებლო ცვლილებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელიც. წარმოვიდგინოთ ესეთი სიტუაცია, გადასახადის გადამხდელმა გადაწყვიტა ბოლომდე მიყვეს ამ დავას. ამასობაში მისი ქონების რეალიზაცია მოხდა, მაგრამ რაღაც ეტაპზე უზენაეს სასამართლომდე მივიდა დავა და გადასახადის გადამხდელმა ეს დავა მოიგო. რა ხდება ამ შემთხვევაში? გადასახადის გადამხდელის ქონება უკვე რეალიზებული არის. რა საშუალება რჩება მას სამართლებრივი საშუალება? მას შეუძლია უჩივლოს სახელმწიფოს მიყენებული ზიანისთვის. თუმცა ეს პროცესი საკმაოდ გაიწელება, გაჭიანურდება, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე და ამაშიც გადასახადის გადამხდელმა ამ შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი, რაც ხანდახან საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენს ხოლმე. საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებათა დამცველების სარჩელი ჯერ არ განუხილავს. თუმცა 2010 წლის 16 იანვარს დასრულდა პროცესი საქალაქო სასამართლოში, სადაც ფინანსთა სამინისტროს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ ფარმაკონის კუთვნილი ქონების რეალიზაციის უფლება მისცა.
იმდენად დავკარგე იმედი და რწმენა. მე როგორც ვატყობ და ფიქრობ ადამიან აი პიროვნებამ თუ რამე უკანონობას ხო რა თქმა უნდა მიგაპატიეს, მაგრამ თუ მოინდო მეს სამართალს ვერ იპოვი ვერსად. როგორი მართალი წინდა იყო სამართალს ვერსად ვერ იპოვი. აი მე ეს უკვე ჯერა ჩემი გამოცდილებიდან და ასეთი უკანონო ქმედებისგან სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. როგორ გადაწყვეტილებას გამოიტანს უზენაესი სასამართლო, ამას მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. ფარმაკონის ქონება მაინც გაიყიდება. 4 შვილის მამას, რომელსაც ეგონა რომ ბიზნესს აწყობდა და შვილებს დაეხმარებოდა, ერთადერთი იმედი ევროსასამართლოღა დარჩა.